საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები და გადაცემები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ Silknet-ზე, Magtisat-სა და MyVideo-ზე. ახლა კი დღის მთავარი თემების შესახებ ვნახოთ ანონსი. პირველი მოსავალი და რთველი გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლში. ხელს ბენეფიციარები წელს ორგანიზაციის საფირმო ჩურჩხელას საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნის ბადაგით დაამზადებენ. წელს გახარებული ვარ ჩემო იმ ოჯახში ყურძენს კრეფავ. დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩევლებთან. დასაკითხებზე ისაუბრა თამარ ბაწაშვილმა ბაკურციხეში მცხოვრებ დევნილებთან. უამრავი პრობლემა აქვს ამ ხალხს, რომელსაც აუცილებლად მიხედვა ჭირდება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. დრო, ფორმატი და მონაწილე კანდიდატები. გადაცემის დეტალები რამდენიმე წუთში. გურჯაანში სასწრაფო სამაშველო სამსახურების ცენტრალიზებული გამოძახების გაუქმებას ითხოვენ. რა პრობლემები ექნებათ რაიონის მაცხოვრებლებს? ადგილზე ჯობია რომ დაიღებოს. დრო მიდის მაგაში. დრო შეიძლება, სად აქ ახლო იყვნენ, სად კიდე იქ. გურჯაანის ალაზანის მორიგი წარუმატებელი თამაში, რატომ დამარცხდნენ ფეხბურთელები? კახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9,000-მა მევენახემ ჩააბარა. 21 სექტემბრის 12 საათის მონაცემები ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, კახეთში უკვე გადამუშავებულია 56,000 ტონა ყურძენი, აქედან 28,000 ტონაზე მეტი რქაწითელი, 24,000 ტონა საფერავი, 2,000 ტონა კახური მწვანე. დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 62 ღვინის კომპანია, მათ შორის 13 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კი კერძო ღვინის კომპანიაა. პირველი მოსავალი და რთველი გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლში. ორგანიზაცია ხელს ბენეფიციარებს დღეს რთველი ჰქონდათ. ორგანიზაციის საფირმო ჩურჩხელას საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნის ბადაგით დაამზადებენ. გასულ წელს მათ 5,000 ჩურჩხელა გააკეთეს და გაყიდეს. წელს ფიქრობენ, რომ უფრო მეტ ნუგბარს ამოავლებენ და რეალიზაციაც არ გაუჭირდებათ. რთველში ჩვენი ჟურნალისტი ვერა იაშვილი იმყოფებოდა. წელს გახარებული ვარ ჩემო იმ ოჯახში ყურძენს კრეფავ. გურჯაანის საოჯახო ტიპის სახლის ხელს ბენეფიციარმა თამარ ბითაევამ წელს საკუთარ ვენახში პირველად მოკრიფა ყურძენი. ამბობს, რომ რთველი უხარია, რადგან ყურძნით ბადაგს მოადუღებს და ჩურჩხელებსაც ამოავლებს. ბედნიერი ვარ ჩემ ვენახს რო კრეფავ ყურძენს და მინდა ჩურჩხელები გავაკეთო და გავყიდო. ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვიყავ. ეს ვენახი უკვე 1 წელია ორგანიზაცია ხელს აკუთრება. მთელი წლის მანძილზე ვენახის მოვლაში საოჯახო სახლის ბენეფიციარი გოჩა აბუაშვილიც აქტიურად იყო ჩართული. როგორც თავად ამბობს, ბარაკიანი მოსავალი რომ მიიღო, აქ ხშირად ჩამოდიოდა და ყურძნის შეწამვლაშიც იღებდა მონაწილეობას. ბენეფიციარებთან ერთად რთველში ორგანიზაციის დამფუძნებელი და წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ამერახს ურიდით, ეხლა უნდა მოვკრიბოთ თველი. მიხაია რომ უძეს ვკრიფავს და მიმოიგო იქეთი სახლისკენ. მაყოფილი ვარ. რო ჩამოვედი და რო უნდა მოვკრიფო მიხარია. ჩვენი ორგანიზაცია ხელს მუდმივად უწყობს ხელს ჩვენს მაცხოვრებლებს დასაქმებაში, თვითრეალიზებაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივცეთ საშუალება ის აკეთონ, რაც აინტერესებს და რაც თავარია გამოიმუშავონ თვითონ მოიპოვონ რაღაც შემოსავალი და შესაბამისად თვითონვე განკარგონ. წელს ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ ანუ ყველაფერი დავიწყოთ რთველით, ანუ თვითონ გქონდეს ვენახი, დავკრიფოთ ყურძენი, დავუწუროთ წვენი, მოვადუღოთ ბადაგი და შემდგომში დავამზადოთ ჩვენივე ბადაგით ჩურჩხელები. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რთველით შემდეგ ჩურჩხელების მზადებით და შემდეგ ორგანიზაციების ჩართულობით, რაც შარშან იყო ეს ჩართულობა, ხდება ის, რომ ამ ადამიანების შრომა იქნება დაფასებული, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ რთველში და ეს არ იქნება მოწყალება, ეს იქნება მათი მხარდაჭერა, როგორც მომსახურების, მათი გაუმჯობესების ცხოვრების და მათი კიდევ მეტი თანასწორობის და განვითარების.
დღეს მოკრეფილ ყურძენს ხელი ხელს ბენეფიციარები დაწურავენ, ბადაგსაც მოადუღებენ და თათარაობისთვის მოემზადებიან. შარშან გურჯანის საოჯახო ტიპის სახლის მცხოვრებლებმა 5000-მდე ჩურჩხელა გააკეთეს, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს მიყიდეს. წელშეკვეთები უკვე მიიღეს და უფრო მეტი ჩურჩხელის გაკეთებასაც გეგმავენ. წინა საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. საკუთარი საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს ამჯერად პარტია დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ბაწაშვილმა გააცნო. დღეს ის ბაკურციხეში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და პროგრამის გაცნობის შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მსგავს შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გეგმავს. შეხვედრის დეტალები ეთერ-თეტრაძის სიუჟეტში. პარტია დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ ბაწაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრა მშობლიური სოფლიდან ბაკურციხიდან დაიწყო. ის დღეს კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს ესტუმრა და წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. შემდეგ კი თამარ ბაწაშვილმა მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. მისი შეფასებით აქ ცხოვრება გაუსაძლისია, რის გამოც მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მე ამომრჩეველს გავაცანი ჩვენი უპირველესი საზრუნავი, რაც არის ქვეყანაში მშვიდობა, ღირსება, ნამდვილად აქ მე რაც დავინახე, ღირსება აყრილი ადამიანი. გაუსაძლისი პირობები აქვთ. სასწაულად არის წყალი ჩამოდის, ნესტი, წყალს ამბობენ რომ არ ვარ გადასალევად. უამრავი პრობლემა აქვს ამ ხალხს, რომელსაც აუცილებლად მიხედვა ჭირდება. დევნილებმა ჯერ დეპუტატობის კანდიდატის პროგრამას მოусმინეს, შემდეგ კი პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, სახურავიდან წყალი ჩამოდის, დანესტილია ოთახები და გაუმართავია წყალგაყვანილობის სისტემა. დევნილებმა სასმელი წყლის საკითხზეც ისაუბრეს. დაგვიდა წყლის მოგვარება ცოტა ნორმალური წყალი იყოს, რომ ხალხმა დავლიოთ არ ვიაროთ ყოველდღე წყლის აზიდად. აი ცოტა უკეთესი პირობები შეღავათები იყოს რა. რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ცხოვრებას გამოასწორებს საქართველოს ეშველება, მარტო ჩვენზე არ ავჩივით რა. ჩვენი პრობლემები დავაყენეთ და შეგვიზდა, შეძლებს გვარა და რავი, გაიგეცებთ ყველაფერს. ოთახები გაბჭებულია ყროს ყველაფერი და ამ გამან ნახა თვითონაც რომ არც თებში მივარგა, არც კობზე მივარგა, არაფერი რომ სუნი გაზის უბედური ყროს ყველაფერი ბოდიში მოვიხდა და რა ვიცი, აი თვითონ შეატყო რომ არ არის საცხოვრებელი სახლი ეგ. და მე მაგ იმედი როგორც ბებერი ქალი მე 79 წელს ვარ. მაგის იმედი მაინც მაკრო რაღაცა და გვეღბარებიან. მოგბაქცევენ ყურადღებას. პარტია დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბაწაშვილი წინა საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მისი თქმით, ყველა სოფლის მოსახლეობა შეხვდება და მათი პრობლემებით დაინტერესდება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. გადაცემა სამბლოკიანი იქნება, ასევე მაყურებელს შეიძლება პირდაპირ ეთერში დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 5-921 22 05 99 ან 0353 22 33 30 და დაუსვას კითხვა მაჟორიტარობის კანდიდატს. არ გამოტოვოთ დებატები ტელეკომპანია გურჯაანზე, ზუსტად 20 საათზე პირდაპირ ეთერში დაიწყება. რომელი პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მაშინ მონაწილეობას, გადაცემის დეტალები ნახეთ ვრცლად ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. პარასკევს 23 სექტემბერს ზუსტად 20 საათზე ტელეკომპანია გურჯაანის ამ სტუდიაში გაიმართება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დებატები. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი, პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია გიორგაძე, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი გია ხელაშვილი, თოფაძე მრეწველების კანდიდატი ვალერი შოშიაშვილი, ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯემალ სეფიაშვილი, რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ყვირელაშვილი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი, ქართული ოცნების კანდიდატი დავით სონღულაშვილი. გადაცემა იქნება სამბლოკიანი. პირველ ნაწილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უპასუხებენ ერთსა და იმავე კითხვებს და ამისათვის 2 წუთი ექნებათ დრო. რაც შეეხება მეორე ბლოკს, პასუხი ექსპერტს სტუმრებს მოუწევთ უპასუხონ ექსპერტთა შენიშვნებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის პროგრამებთან დაკავშირებით. აქაც სტუმრებს პასუხისთვის 2 წუთი ექნებათ. მესამე ნაწილი კი დაეთმობა ჯვარედინე კითხვებს. სტუმრები გადაცემის დაწყების წინ შეარჩევენ მათი კითხვის ადრესატს და ამ კითხვებზე პასუხსაც 2 წუთი დაეთმობა.
აღნიშნული დებატები რეგიონული ტელევიზიების მასშტაბით ხორციელდება გარბის მხარდაჭერით, ჩვენი ასოციაციის მხარდაჭერით, ასე რომ მოწვეული იქნებიან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ცხრის ნახევრის ნაცვლად გადაცემა დაიწყება 8 საათზე და დასთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. წინ საინტერესო ეთერი გველის პირველი მე როგორც გადაცემის წამყვანს იქნება საშუალება დაუსვა დეპუტატობის კანდიდატების კონკრეტული შეკითხვები, ასევე ისინი თავად დაუსვავენ ერთმანეთს შეკითხვებს და მოусმენთ ექსპერტთა შეკითხვებსაც მათ მიმართ, ასე რომ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინ მოკლედ დიდი გამოცდა ელით მოსახლეობის და მოსახლეობას კი საინტერესო ეთერი. გადაცემაში ასევე მაყურებელს შეიძლება პირდაპირ ეთერში დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 592 22 05 89 0353 22 33 30 და დაუსვან კითხვები მაჟორიტარობის კანდიდატებს. არ გამოტოვოთ, დებატები ტელეკომპანია გურჯაანზე 20 საათზე პირდაპირ ეთერში დაიწყება. ახლა კი დღის სხვა თემები. დღეს 21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აღევლინა. ამ დღეს ეკლესიებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ. ადიდებენ ყოვლადწმინდა ქალწულს. ღვთისმშობელი მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა მართალი იოაკიმე დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა მართალი ანა პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმშობლის შობის დღე 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. მორწმუნეებისთვის ეს დღე თევზით ხსნილია იმის გამო, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, დღესასწაულს განსაკუთრებით ზეიმობს. დღეს დაიბადა იმედი, საიდანაც განხორციელდა მაცხოვარი მხსნელი კაცობრიობის. და ჩვენს გულებშიც დაბადებული იყოს იმედი, ჩვენი გაერთიანებისა, ერთობისა, სიყვარულისა და ჩვენი საქართველოს გამთლიანებისა და გადარჩენის. გურჯაანში სასწრაფო სამაშველო სამსახურების ცენტრალიზებული გამოძახების გაუქმებას ითხოვენ. მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ გამოძახებები ჯერ თბილისში ფიქსირდება და რაიონებში შემდეგ ნაწილდება. ეს პროცესი კი მათი თქმით დროში იწელება, რაც ზოგჯერ დაგვიანების მიზეზი ხდება. მოსახლეობა ითხოვს, რომ სასწრაფო სამაშველოს გამოძახება კვლავ ადგილზე გახდეს შესაძლებელი. სასწრაფო დახმარების გამოძახების სისტემა ცენტრალიზებული წინა ხელისუფლების დროს გახდა. 112 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში პრობლემებს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოქალაქის მიერ განხორციელებული ზარი თბილისში ერთიანი პროგრამული ხედვით საუბრის დასრულებამდე ავტომატურად იმ რეგიონში იგზავნება, საიდანაც ზარი ხორციელდება და ეს დროში გაწელილი პროცედურა არ არის. ადგილზე ჯობია რომ დაიღებოს. დრო მიდის, მაგაში შეიძლება მომაკვდავი უცბად გარდაიცვალოს და სანამ იქ დარეკავენ, სანამ უფროს ჯობია რომ ადგილობრივი იყოს. ადგილობრივი კი ჯობია. იმიტომ რომ იქ ჭირს უკვე გადარეკა, გადმორეკვა და აქვე პირდაპირ დავრეკოთ, უფრო კარგი იქნებოდა. თბილისიდან სანამ გადმოსცემენ, სანამ დრო უნდა მაგასთან. ადგილობრივ რომ რეკავდით, უფრო მალე მოდიოდა. ცენტრალიზებული მომსახურება ერთის მხრივ თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც აქვს. საერთოდ მე დეცენტრალიზაციის მომხრე ვარ და ჯობია რომ ადგილობრივად წყდებოდეს ეს პრობლემები. გააჩნია როგორ ხასიათზე არიან ისე მოდიან შვილო, ხან გვიან და ხან ადრე. თქვენ ქონიათ შემთხვევა რომ დაიგვიან და მე თუ არ მქონია მეზობლებს ქონია. აი ეგ დროს აკარგვინებს შვილო. ჯერ თბილისს გადაურეკავს. მე იმის ნებართვას ელოდება, ხო ასეა. არ ჯობია რომ პირდაპირ გურჯაანს დაუკავშირდეს და ან რომელიმე რაიონს და უფრო სწრაფია და ეფექტური ამათი მუშაობა. იყო შემთხვევები აქ და აი ეს ელოდებოდნენ ის სასწრაფო გურჯაანის პასუხს თბილისისას და ცოტა დააგვიანეს. პირდაპირ რო ყოფილიყო ეს გადაცემა, ხომ მოვიდოდნენ ჩქარა. უკეთესია რომ აქ იყოს. რატო უნდა იყოს თბილისში აქ რაიონში რა ვერ უპატრონებენ კაცო? უკეთესია რომ რაიონში იყოს. ადგილობრივი რა ჯობია რომ იყოს. რა თქმა უნდა, აქ ჯობია ადგილობრივი იყოს, რომ უფრო ხელმისაწვდომია. დროში იწელება, სად აქ ახლო იყვნენ, სად კიდე იქ. დარეკვითა ჯობია გურჯაანი. იმიტომ ჩვენთან ახლო ეს უფრო და სანამ თბილისში დაერეკავენ და იქიდან პასუხი მოვა, ესენ უკვე მოვლენ ადგილზე.
პანკისის ხეობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უწყებათა შორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა. ქისტებმა დღევანდელ შეხვედრაზე ამ ძირითად საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მთის კანონის ამოქმედებას და დაწესებულ შეღავათებს. დაისახა პერსპექტივებიც, რაც ახალგაზრდების სამოქალაქო საზოგადოებაში უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ძალიან საქმიანი, გულწრფელი გარემო ყველა საკითხის განსახილველად, რა თქმა უნდა, განვიხილეთ გამოწვევები, რომელიც არსებობს, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში ხეობაში, გულისხმობ მაგალითად პანკისის ხეობის მაღალმთიანი რეგიონების პანკისის ხეობისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სხვადასხვა სამიზნე პროექტებს ნამდვილად ასახვა აქვს და განაყოფა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოსახლეობის. ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით პანკისის ხეობაში ნამდვილად კარგი სიტუაცია გვაქვს. წელს აქ ერთი ახალი ბაღი აშენდა, ერთი ბაღი სრულად რეაბილიტირებული იქნა. აშენდა ძალიან დიდი მნიშვნელობის ახალი ხედი, რომელმაც ჯოყოლა დუმასტური ორი დიდი სოფელი დააკავშირა და შემოვლითი გზა მათ აღარ სჭირდებათ. აქ დღეს მრავალი სამინისტროს წარმომადგენელი იყო უწყებათა შორისი კომისიის მუშაობის ფარგლებში და ყველა მათგანის გამოსვლაში ჩანს, რომ პროექტების უმრავლესობა, რასაც სახელმწიფო ახორციელებს პანკისის ხეობაში, ფეხს იკიდებს და თავად მოსახლეობის განწყობა არის მადლიერი, რაც მე რა თქმა უნდა ძალიან მახარებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი თვითონ ჩამოდის ხეობაში, თვითონ ხვდება მოსახლეობას და თვითონ ადგილზე ეცნობა ამ პრობლემებს და შემდგომ რა თქმა უნდა მას უფრო ხელი ეწიფება და როდესაც სურვილიც არის ამისი, რომ ამ ხეობის პრობლემა გადაწყდეს, ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდ მადლობასაც ემსახურებს და ძალიან კმაყოფილიც არის დღეს მოგეხსენებათ ხეობის მოსახლეობა, რომ დღევანდელი შეხვედრა აქ შედგა. დასუფთავების აქცია თელავსა და საგარეჯოში. ახალი გუბერნატორის ინიციატივით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გომბორის ცენტრალური მაგისტრალი დაასუფთავეს. აქციაში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილიც ჩაერთო. როგორც მან განაცხადა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები კახეთში ხშირად გაიმართება. ეს აქცია არის მიმართული იქითკენ, რომ ეს ულამაზესი გზა საქართველოს, რომელიც დედაქალაქს და კახეთის აი ამ რეგიონს აერთიანებს, იყოს ისეთივე სუფთა და ლამაზი, როგორც გარშემო არსებული ბუნება არის. ამავდროულად ეხლა გამოიჩინდა ინიციატივა საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა, თელავის რაიონის მუნიციპალიტეტმა, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა აიღეს მათ ვალდებულება, რომ ეხლა აქ სანაგვე ურნებიც განთავსდეს. მე მოვუწოდებ ჩვენ მოსახლეობას, როგორც სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს, რომ მოერიდნენ ნაგვის გადაყრას ქუჩაში მანქანებიდან, შეინახონ მანქანაში ეს ნაგავი, იმიტომ რომ ისეთივე მათია ეს გზა და ეს ქვეყანა, როგორც საკუთარი ეზოყურე და იმ ეზოყურეს როგორც უფრთხილდებიან, მე მინდა მოვუწოდო, რომ გაუფრთხილდნენ ისევე ამ ქუჩას. მოსული სტუმრისთვის ლამაზი იყოს არა მარტო ხეები და ბულება, არამედ გზის გარშემო ტერიტორია იყოს მიმზიდველი. გურჯაანის ალაზანის მორიგი წარუმატებელი თამაში. საფეხბურთო კლუბმა პირველი ტაიმი ფრედ 2-2 დაასრულა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძელ გარეჯთან 5-2 დამარცხდა. ამ ეტაპზე გურჯაანის ალაზანი სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა შორისაა, თუმცა გუნდის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები მომავალში მდგომარეობას გააუმჯობესებენ. გუშინდელ მარცხს კი გიორგი ჭუნიაშვილი იმას უკავშირებს, რომ გუნდს საწვრთნელი შეკრება გავლილი არ ჰქონდა. გარდა ამისა, კლუბი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ფეხბურთელების ძირითადი ასაკი 14, 15 და 16 წელია. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური ანგარიში წარუდგინა. რეკომენდაციების ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის ამბულატორიების აშენებას ან რეაბილიტაციას, ხიდების, ასევე ნაპირ გასამაგრის სამუშაოების განხორციელებას, თუმცა დიდი ნაწილი რეკომენდაციების ეხება უსაფრთხოების ზონების გაძლიერებას, რადგან ბოლო პერიოდში, ისევე როგორც წინა წლებში, კვლავ აქტუალური იყო
გადაადგილების თავისუფლება, დაკავებები გამყოფ ხაზზე და ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ უკვე სისტემური ხასიათის არის, გასულ წელს 300-ზე მეტი ადამიანი იყო ოფიციალური მონაცემით დაკავებული ამ ხაზზე. ცალკე გამოყოფილი ასევე ხურჯის მოსახლეობისთვის ზარალის კომპენსაციის საკითხი, რომელსაც წლებია ითხოვს მოსახლეობა და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი რეკომენდაცია თანხმედრაშია და ვიზიარებთ მოსახლეობის ინტერესებს. სურსათის ეტიკეტირების ინსპექტირების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაცია თანაბრად საჯარო არაა. ამის შესახებ გარგთან საუბრისას ევროპის ფონდის პროგრამების უფროსმა მენეჯერმა განაცხადა. ვახტანგ ყობალაძე გაუგებარი სელექციის პრინციპზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონდარღვევათა ნაწილზე ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო არ ავრცელებს. აუცილებლად მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომ არ შეიძლება ცალსახად თქვა ბიზნეს ოპერატორების ინტერესები შეილახოს და ეს იყოს კარგი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა ისიც არ შეიძლება რომ მოხმარებლის ინტერესები შეილახოს. ამიტომ რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი და ორივე მხარის ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც არის კონტროლის შედეგების შესახებ, იყოს გამჭვირვალე მაქსიმალურად ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება როგორც უარყოფითი შედეგები, ასევე დადებითი შედეგები. ასევე პარალელურად ვრცელდება პერიოდულად სურსათის სააგენტოს მხრიდან ინფორმაცია სხვადასხვა გამოვლენილი დარღვევების შესახებ, თუმცა ეს არ ეხება ყველა დარღვევას, ან ყველა დარღვევა არ არის იმდენად ვთქვათ ძიმე. ყველა ბიზნეს ოპერატორი, რომელთანაც განხორციელებული იქნა ინსპექტირება, განხორციელებული იქნა დოკუმენტური შემოწმება, ან რაიმე სხვა სახის სახელმწიფო კონტროლი, ყველა მათი დასახელებები, დარღვევების ტიპები მითითებულია ჩვენ ვებგვერდზე და ნებისმიერმა შეიძლება ეს იხილოს. უბრალოდ ჩვენ აქ გამოსაყოფი გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ის დარღვევები, რომელიც ეხება კრიტიკულ შეუსაბამობას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკი, ამის დაუყოვნებლივი გამოქვეყნება ხდება დანარჩენი პერიოდულად. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის უკრაინას 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ფინანსური ტრანში გადასცეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ მორიგი ტრანშის მისაღებად უკრაინამ ყველა საჭირო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები უნდა დააჩქაროს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა დღეს ცდილობს აგრესიის დახმარებით დაებრუნოს წარსული სიძლიერე. ამის შესახებ BBC უწყება. მისი თქმით, თუ კი რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისივე საზღვრები კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება. უშუალოდ სირიის კონფლიქტზე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მომხდარი არეულობის შედეგად სულ მცირე 12 სამართალდამცველი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით არეულობა ქალაქ შარლოტში მოხდა, სადაც ადგილობრივები პოლიციის მხრიდან ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. 43 წლის კიტ ლამონტ სკოტი გუშინ საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის ფერადკანიანმა პოლიციელმა დაჭრა. ადგილობრივი პრესის ცნობით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები დააზიანეს და ქალაქის ქუჩები გადაკეთეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასარბევად სრემსადენი გაზი გამოიყენეს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. სვირინგების მიმართ ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. ზოგისთვის სილამაზესთან ასოცირდება, ზოგისთვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებასთან. თუმცა აქამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კონტროლი სწორედ სვირინგს დაეკისრებოდა. მეცნიერმა გამოიგონეს უნიკალური დროებითი სვირინგი, რომლის სხეულის ნებისმიერ ადგილას დაკვრა და საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგი შეიძლება. ალბათ ეს ამბავი უმეტესობას ზღაპარი ეგონებოდა, რომ არა ვიდეოზე ასახული დაუჯერებელი ფაქტი. აზერბაიჯანში მგელი ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა და ტაცებელი ტყის ბილიკზე შეხვდა ცხვარს, რომელიც თავის ბატკნებთან ერთად ბალახობდა.
გაბედული ცხარი უშიშრად მივარდა მგელს და გააგდო მტაცებელმა მეორეც ცადა ცხვრებზე თავდასხმა, თუმცა შინაურმა ცხოველებმა მგელი საბოლოოდ გააძევეს ტერიტორიიდან. ახლა კი დღის სხვა ამბები. ნიუ-იორკის მუდის კვირეულის პარკლებში ჩვენება მაიკლ კურსმა გამართა. 2017 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექციაზე მუშაობისას დიზაინერმა 40-იანი წლების შტრიხები შეიტანა. ჭრელმა ქსოვილებმა, ფართე მხრებიანმა კაბებმა და პიჯაკებმა მოდის ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. თბილისში გამართულ ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის ინციდენტი მოხდა. 76 კილოგრამ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილი ჭიდაობის ფინალში რუსი მწვრთნელი შეხვედრის არბიტრს ხელით სახეზე შეეხო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფინალში მირიან მაისურაძემ რუსეთის წარმომადგენელი კამილ აბდულ ჯამალოვი ანგარიშით 11-9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის.